მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მე გახლავართ დავით ბუთხოველი, კომპანია HD Forex-ის ანალიტიკოსი და წარმოგიდგენთ ბაზრებზე მიმდინარე მდგომარეობას, დავიწყოთ კვლავ ევრო-დოლარის წყვილით, სადაც განვითარებული არის დაღმავალი მოძრაობა. რაც შეეხება ტრენდს, მთლიანობაში განვითარებული არის დაღმავალი ტრენდი, რადგანაც მაქსიმუმებიც კლებადი არის, მინიმუმები უკვე წამოვიდა კლებაში, შესაბამისად ველოდებით, რომ კვლავ გაგრძელდება დაღმავალი სვლა. მისთვის ძლიერი მხარდაჭერის ზონა იყო 1.12-16 ნიშნული და მთლიანობაში ამ ეტაპზე ვიმყოფებით 1.12 ნიშნულის ქვევით, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ჯერჯერობით ბაზარი მოდის ქვევით. შესაბამისად, ჩვენთვის ასევე ძლიერი მხარდაჭერა გველოდება 1.10-50 ნიშნულთან, ანუ ქვედა ზღვართან და იმ შემთხვევაში თუ გაირღვა უკვე ეს მხარდაჭერის ზონა, მაშინ უკვე 1.09 ნიშნულთან. ანუ მთლიანობაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტრენდი დაღმავალია, აი როგორც აქ სურათზე ჩანს, ტრენდი არის დაღმავალი და კვლავ ველოდებით დაღმავალ ტრენდულ მოძრაობას. რაც შეეხება ფუნტი დოლარის წყვილს, აქ განვითარებულია ფაქტიურად ფლეტური ბაზარი, განსაკუთრებული არაფერი არ ხდება ამ ეტაპზე, თუმცა ბაზარმა გაარღვია ძლიერი მხარდაჭერის ზონა, რომელიც დაფიქსირდა 20 ივლისს და ვიმყოფებით ახლა ამ ზონის ქვეშ, ეს არის 1.30-60 ნიშნული. გუშინ მოხდა ერთგვარი რეტესტი ამ ზონის, მაგრამ ვერ შეაღწია ბაზარმა შიგნით და ისევ გარეთ დაიხურა და შესაბამისად თუ ბაზარი ისევ კვლავ ვეღარ მოახერხებს რომ წავიდეს ზევით, მაშინ ველოდებით დაღმავალ სვლას პირველ ეტაპზე, რა თქმა უნდა 1.29-40 ნიშნულამდე და თუ ეს გაირღვა, არ არის გამორიცხული, რომ ბაზარმა მიაღწიოს 1.28 ნიშნულს. იმ შემთხვევაში თუ ბაზარმა გადალახა, ანუ წყვილმა გადალახა 1.30-60 ნიშნული, მაშინ ველოდებით განვითარდეს აღმავალი სვლა, ეს იქნება კვლავ ფლეტური სვლა 1.33-70 ნიშნულამდე პირველ ეტაპზე და მეორე ეტაპზე უკვე 1.35 ნიშნულამდე. რაც შეეხება დოლარ შვეიცარიულ ფრანკს, აქ ფაქტიურად გავარღვიეთ ძლიერი წინაღობის ზონა, ეხლა მოქცეული ვარ ამ წინაღობის ზონის ზევით, ეს არის 0.97-90 ნიშნული, შესაბამისად არ გამოვრიცხავთ, რომ კვლავ გაგრძელდეს იგივე სვლა. ბაზრის მთლიანი მოქმედება, როგორც ატყობთ, არის ერთგვარი გაფართოებადი ფორმაცია, ერთგვარი ფლეტური მოძრაობა, თუმცა თუ ბაზარმა გააგრძელა აღმავალი სვლის განვითარება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე დაალაგდება სიტუაცია და არ არის გამორიცხული, რომ გავარღვიოთ 0.99 ნიშნული და შემდეგ მივაღწიოთ პარიტეტამდე, ანუ 1 შვეიცარიული ფრანკი 1 დოლარი. იმ შემთხვევაში თუ ბაზარმა გადმოლახა 0.77-80 ნიშნული, მაშინ ველოდებით დაღმავალი სვლის განვითარებას 0.16-30 ნიშნულამდე. რაც შეეხება დოლარი იაპონური ენს, აქ ფაქტიურად ვითარდება კვლავ დაღმავალი მოძრაობა, მცდელობის მიუხედავად გაერღვია 103 ნიშნული და 102.50 ნიშნული, მაინც პირიქით დაგვირგვინდა, ანუ ჩამოვიდა ყველაფერი ქვევით. ამ ეტაპზე ველოდებით კვლავ დაღმავალ სვლას 175 ნიშნულამდე, ხოლო თუ ბაზარმა მოახერხა და განავითარა აღმავალი ძლიერი მოძრაობა, პირველ ეტაპზე რა თქმა უნდა გაარღვიოს 103 ნიშნული, ზედა ზღვარი ფაქტიურად ეს მაქსიმუმები უნდა გადალახოს და ამის შემდეგ უკვე ველოდებით, რომ ბაზარი მიაღწევს 104.30 ნიშნულს და არ არის გამორიცხული 105 ნიშნულამდე ზიაროს. ამ ეტაპისთვის ჯერჯერობით განვითარებულია დაღმავალი ტრენდული სვლა და შესაბამისად ველოდებით, რომ ბაზარი მივა 105.75 ნიშნულამდე. რაც შეეხება ავსტრალიის დოლარს ამერიკული დოლარის წინააღმდეგ, აქ ვითარდება საკორექციო უკუსვლა, მთლიანი ტრენდი უკვე დაძრულია დაღმავალ მოძრაობაში, ანუ განვითარებული არის დაღმავალი სვლა. არ არის გამორიცხული, რომ ეს საკორექციო სვლა იყოს უფრო ღრმა, ანუ ავიდეს დაახლოებით 0.76 ნიშნულამდე, ან 0.76-50 ნიშნულამდე. იმ შემთხვევაში თუ ბაზარი დაიძრა უკვე დაღმავალი სვლით, პირველ ეტაპზე რა თქმა უნდა, მან უნდა გადალახოს 0.75 ნიშნული, ეს არის ფსიქოლოგიური ბარიერი, როგორც მოგეხსენებათ და შესაბამისად, თუ ეს ნიშნული გადალახა, მაშინ უკვე ველოდებით ქვედა ნიშნულების დაფიქსირებას, პირველ ეტაპზე რა თქმა უნდა 0.73 ნიშნულამდე. ხოლო თუ ვერ გადალახა, კვლავ დაიძრება მთლიანობაში ბაზარი აღმავალ სვლაში.
რაც შეეხება დოლარ კანადურ დოლარს, საინტერესოდ ვითარდება აქ მოვლენები, რადგანაც ბაზარი მისული არის ძლიერ წინაღობასთან, ფაქტიურად ამ წინაღობის გარშემო მოძრაობს, ეს არის 1.31.80 ნიშნული და ბოლოს ვაქონდა მას 1.32.40 ნიშნულამდე, ანუ ეს მაქსიმუმები ბაზარმა კვლავ დააფიქსირა. მიუხედავად იმისა, რომ ერთი პირობა თქვათ გვეგონა რომ თქვათ ტრენდი დაიძრებოდა უკვე დაბლა, ანუ დაღმავალი სულით, ბაზარმა მაინც მოახერხა ამ ძლიერი წინაღობის 1.31.80 ნიშნულის ზევით დაფიქსირება და ამ ეტაპისთვის ველოდებით რომ კვლავ გაგრძელდება აღმავალი სულა არ არის გამორიცხული, გაერგოს 1.32.40 ნიშნული და რაც თავარია ჩვენ ველოდებით რომ მივიდეს მთლიანობაში 1.33 ნიშნულამდე. იმ შემთხვევაში თუ ეს მოხდა, აქედან უკვე ველოდებით დაღმავალი სულის განვითარებას. ყველას გისურვებთ წარმატებულ ვაჭრობას, გმადლობთ ყურადღებისთვის.